რო ლაპარაკობდით, რომ აი ციხეებში ეს ხდებოდა და პოლიციელები ესე იქცეოდნენ და ხალხს აწამებდნენ. აი ამას წინათ 6 ივნისს დასუფთავების თანამშრომლობა იჩხუბეს ერთმანეთში და მივიდა პოლიცია და დააკავა ესენი და წაიყვანეს განყოფილებაში და ერთ-ერთი ალან ყაყიტაშვილი, რომელიც ყავდათ აი ეს დაკავებული იზოლატორში დროებით, რავი, რა ქვია მაგას. გვერდით ვინც ყავდათ ასევე დაკავებული მასთან ერთად იძახდა, რომ ამბობს, რომ ცემის ხმები რა, გინების ხმები გამოდიოდა და უცებ შეწყდა ეს ხმა და ადამიანი წაიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოში მეორე დღეს. და მე გარდაიცვალა. ანუ წარმოიდგინეთ, პოლიციის განყოფილებაში ურტყეს ადამიანს ხელი, აგინეს, იმდენამდე მიიყვანეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მე მოკვდა ეს ადამიანი. ანუ ეს კვლელობა აბა რა არის, ხო? ანუ თუ ამბობ, რომ იქ ესეთი რაღაც ხდებოდა ადრე, ამას რატო ვერ ხედავ, რა დაბრმავდი? ანუ რა მოგივიდა საერთოდ? ანუ შეგრძნება არა გაქვს ადამიანობის საერთოდ? ანუ ეს ხო რეალობაა და ფაქტია, ამას ხო ვერ დამალავ არა? და რამდენი შემთხვევაა ასეთი რა. და შენ თუ ამას რავი თვალს არ უსწორებ, ესე იგი ადამიანობასთან ახლოს არ ხარ რა. ესე იგი დაემორჩილე ბოლომდე ვიღაც შუშის კოლბიან ტიპს და ყველაფერს უმართლებ საერთოდ მაგას.